მაგრამ მანამდე დავიწყოთ საუბარი ეუთო ოდირის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე და კრიტიკულ დასკვნაზე, რაც კი გვინახავს საქართველოსთან დაკავშირებით. სადაც პირდაპირ წერია, რომ ამ ძალადობრივ გარემოში არჩევნების ჩატარება იყო ურთულესი, პირდაპირ იქ რა თქმა უნდა ლეგიტიმაციის საკითხს ეუთო არ ეხება, მაგრამ ჩამონათვალი იმდენად დიდია დარღვევების, რომ ადამიანებს არ ქონდათ აქ თავისუფლად ნების გამოხატვის საშუალება, რომ რეალურად განაჩენიც იკითხება ქართული ოცნებისთვის, რომ ერთი ის არ წერია, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, თორე სხვა ყველაფერი. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ამ ყველაფერმა იმ ფონზე, ოდესაც ირაკლი კობახიძე გუშინაც ცხადებდა, რომ ეს არის არაჩვეულებრივი დასკვნა. მოგესალმებით, მივესალმებით ელემაყურებელს, უერთდები ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქუჩებშია გამოსული, ცოტა ხანში მეც მათ შორის ვიქნები. არ დაგიმალავთ, შვებით ამოვისუნთქე და ასეთ კარგ ხასიათზე, ასეთ კარგ განწყობაზე, ალბათ იმ დღის მერე არ ყოფილა, როცა ამ მოღალატეებმა რუსული კანონის საკითხი შემოაბრუნეს 8 თვით თუ 9 თვის წინ. ვინაიდან მაშინ უკვე ცხადი გახდა თუ აი ყველაფერს გადაუსვეს ხაზი, შუბლის ზაღვი ბოლომდე გაიწყვიტეს და პირდაპირ თქვენს რომ ჩვენ რუსები ვართ, ხო? და მას მერე ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რაც ადამიანს შეიძლება წარმოიდგინოს, რაც შეიძლება არც წარმოიდგინოს, მაგრამ აი ეს დასკვნა, ეუთო ოდირის დასკვნა იყო ის არ დაგიმალავთ, რის გამოც ბევრი ღელავდა, ვინაიდან ეუთოში საკმაოდ დიდია რუსების გავლენა. ეუთოში ძალიან ბევრი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პირდაპირ გაგებით ნაყიდი ყავთ რუსებს და შესაბამისად პერიოდულად ეს ხდება ხოლმე. ვარაუდი ხო არ არის, ხა ივანიშვილივით და კობახიძესავით, ახლა დიპ სტეიტზე ხო არ ბოდავთ. ანუ პერიოდულად ამაზე სერიოზული წყაროები წერენ, კონკრეტული სახელებით, გვარებით და ფაქტებით. შესაბამისად ძალიან დიდი იყო შფოთვა ამასთან დაკავშირებით და ყველა მშვენივრად ამოისუნთქა, რომ აი ამ ბრძოლის პირობებშიც კი, რომლებიც რუსებმა ეუთო ოდირის დასკვნის საბოლოო ვარიანტის დადებამდე გამართეს, ისინი პირწმინდად დამარცხდნენ. ეს არ არის უბრალოდ ივანიშვილის დამარცხება, ეს არის პუტინის მორიგი მარცხი, როდესაც მან ვერ შეძლო და აი ამ თავის მართლაკლოუნებს ვერ გაუправა ის, რისი გაправებაც უნდოდა უკვე ოდირის ხელით. სხვა რაღა თქვათ, როდესაც თვითონ იგივე ეს კობახიძე გამოდის და ციტატა ვერ ამოარჩია ამ ხელა დასკვნიდან და თქვა, რომ ერთიანობაშიო ისე კითხებაო, რომ გამოდისო, რომ ჩატარებულაო არჩევნებიო, ხო? საბავშვო ბაღია, ბუნებრივია, თქვენ თვითონ თქვით, რომ დაახლოებით იქ არიან, როდესაც აი ჟურნალისტს ეუბნებოდა, რომ აი რახან კითხვას მისვამ, როგორც პრემიერ-მინისტრს, ესე იგი მაღიარებ, ხო? მაღიარებ, არა? აი დაახლოებით აქ არიან, ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, აბსოლუტური იზოლაცია აქვთ მათ, ანუ ხელს აღარავინ არ ართმევთ, მე არ ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დასკვნა, ცალსახად ყველაზე ცუდი დასკვნა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დადებულა არჩევნებთან დაკავშირებით. შვებით ამოვისუნთქე მეთქი, რო გითხარით, იმიტომ რომ აი საერთოდ კი ამბობენ თვითონ რომ დასრულდა და მართლა დასრულდა. ყველანაირი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით დასრულებულია. ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამ არჩევნების ბჭყალებში ჩამტარებელი რეჟიმი, რომელმაც არჩევნების შემდგომ თვენახევარში აი ეს სისხლიანი კალო დაატრიალა ქვეყანაში, რაც გააკეთეს, ეს ძალა ხელისუფლებაში ვერ დარჩება და მეტიც აი ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ქუჩებში არიან, მოდიან, მათი კოლეგები, მათი თანატოლები, ჩემი შვილები, ჩემი მეგობრები, ყველანი იმ განწყობაზე არიან, რომ აი ამათ პირობებში ჩვენ ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. ანუ ესენი შეუთავსებელი არიან ჩვენს ყოველდღიურობასთან, რაღაც ევროპულ მომავალთან კი არა, ჩვენს ყოველდღიურობასთან. ეს სიგიჟე, ეს ღალატი, ეს შუბლის ძარღვგაწყვეტილობა, ეს რაღაც მართლა შებრუნებული რეალობა, რომელსაც არ ვიცი თავის რამდენიმე შერჩენილ მონასტრს თავაზობენ. ეს ესეთი ცრუპენტელა კობახიძე აუტანელია, ეს არის გამოწვევა და ჩვენი ყველა აი თითოეული ჩვენგანის რაღაცნაირი პირადი გამოწვევა, ხო? ეხლა რაც შეეხება რატო აკეთებენ ხო ესეთ ტყუილებს, რომ იციან, რომ 2 წუთში იცოცხლებს და მეტსაც ვერა. 2 წუთში იცოცხლებს, მაგრამ იმედზე ხო არ გავა. ანუ ამათ ხო რაღაც ძალიან პატარა და უფრო დაპატარავებისკენ მიმავალი ბაბლი აქვთ, რომელსაც ყვებავენ, ასაზრდოებენ აი ამ ტყუილებით. მე ცხადია, ყველა გაიგებს იმედის ბაბლის გარდა, რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამ იქ ვიღაც 7 კაცი დარჩება რწმენაში, რომ ხო აი წარმოიდგინეთ, თურმე ასე ყოფილა, ხო? ეს არის მათი ძალიან კარგად დაცდილი რუსული პროპაგანდისტული მეთოდი, როდესაც უბრალოდ აი თავხედურად, უტიფრად ამბობენ, რომ
არ არსებობს ამის საწინააღმდეგო არგუმენტი. ხო, რუსულ კანონზე როცა იყო მსჯელობა, გავიხსენოთ, მთელი მსოფლიო, ყველა ინსტიტუტი, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა დამკვირვებელი, ყველა ადამიანი, ვისაც რაღაცა აზრი მოეკითხებოდა, ამბობდა, რომ აი ამიტომ ეს კანონი არის მიუღებელი, შეუთავსებელი ქართულ დემოკრატიასთან, საქართველოს მომავალთან და ისინი ნაკლად გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ იცი რა, ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. მერე იყო და ესე იგი ურიკით შემოაგორა ერთხელ ზურა ჯაფარიძემ მახსოვს აი მტკიცებულებები გაყალბების იყო აი ყოველდღიურად 10-ობით, 100-ობით, 1000-ობით ფაქტი იმისა თუ რატო იყო ეს არჩევნები გაყალბებული და გამოდიოდნენ და ამბობდნენ რომ ერთი მტკიცებულება ვერ მოვისმინეთ. ხო და ეხლა გამოვიდა ყველაზე კრიტიკულიც არ არის ხო ეხლა გუშინ ხუმრობდნენ რომ ერთი დედისგინება არ წერიაო მარტო თორე დანარჩენი ყველაფერი წერია. ყველა პარამეტრში და შეფასების ყველა აი ესეთი დასკვნა გამოვიდა და მადლობა გადაუხადეს, დიდი მადლობაო, კარგი იყო და ნუ ისევ იმედის აი ამ ძალიან პატარა და კიდევ უფრო კლებად ბაბლში არის ტაშფანდური, მაგრამ თვითონ ჩვენი რო იციან რომ ეს სიცრუეზე ეფუძნება. ეხლა ჩვენი ამოცანა არის ის რომ აი ეს ყველაფერი გადავთარგმნოთ პოლიტიკურ შედეგში. შეუძლებელია ხა ესენი 20 იანვარს კი არა, ანუ ვეღარაფერს ვერ დაელოდებიან და ვეღარაფერს იმედი ვერ ეკნებათ. თუმცა ელოდებიან და ამაზე ცალკე მინდა მე რო გკითხოთ. ხო, უბრალოდ შეუძლებელია ხა ტრამპი შეიძლება რაღაცაში სხვანაირად ფიქრობდეს, რაღაცაში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ თავმოყარი ადამიანი არის, ხო? ხო და თავმოყარი ადამიანი ამაში ხელს არ გაისწრის, ანუ ამათთან ურთიერთობაში ხელს არ გაისწრის. მისი გუნდის წევრები მიუხედავად რა განცხადებებს აკეთებენ და მეგობარი აქტი კიდე მალე შევა ძალაში. კი ბატონო, და ხა რაც შეეხება იმას, რაც კიდევ გააკეთეს ამათ და იმდენ რაღაცას აკეთებენ ყოველდღიურად ერთი მეორეს ფარავს ეს ხანდახან კომიკური, მაგრამ უფრო ხშირად ტრაგიკული ფაქტები, როდესაც დააწინაურეს სანქცირებული ვახტანგ გომელაური და ღირსების ორდენზე წარადგინეს 12 პირუტყვი მოძალადე, რომელიც აი ამ სისხლიანი ხელებით დგას და რეჟიმს იცავს, ხო? აი ჯიმ შერეხვიაშვილმა თქვა, კარგად შეიძლება შეხვდათ თქვენ სოციალურ ქსელში, რომ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ზოგს აქვს ღირსების ორდენები და უმეტესობას ღირსება და აი ეს გამოჩნდა მართლაც ძალიან კარგად. კი ბატონო, ხო ეს ეგეც იმის მაგალითია, რაზეც საუბრობდით, ხო, აი მაგრამ მუშაობს რუსული პროპაგანდა, რომ აი ეს ხალხი მოვიდა ღირსების ადგენის ლოზუნგი, აი ესენი. ანუ ადამიანებთან ამათთან ღირსებას საერთოდ ახლოს არ ჩაულია, ესენი არიან, არ ვიცი ხარ მინდა თქვენი ეთერი იმ სიტყვებით დავაბინძურო, რომელიც მათ ეკუთვნით, მაგრამ ეს იყო ამერიკის პირდაპირ გამოწვევა. ამერიკის დაცინო, აი თქვენ დაასანქცირეთ ქართველი ხალხის მტრები და ჩვენ აი ამ ქართველი ხალხის მტრებს ახლა დავაწინაურებთ და როგორც ერთმა ამერიკელმა აღნიშნა გუშინდელ კომენტარში არის ამის შემდეგი ნაბიჯია უკვე აიათოლებთან ერთად დადგომა და ყვირილი სიკვდილი ამერიკას. და ამასაც იზამენ ალბათ თუ გავუვიდა და თუ შერჩათ ვინაიდან ჟანრის ლოგიკა იქითკენ მიდის და იმას ვკარნახობს რომ სხვა არჩევანი გარდა იმისა რომ მყარად დადგნენ აი ამ აიათოლების და პუტინის და ჩრდილო კორეის გვერდზე და ჩვენ პირდაპირ აი ჰამასის და ჰეზბოლას გვერდზე ციტკენ ასე გავთვალიერეთ ბოლომდე მიიყვანონ ეს საქმე, სხვა არჩევანი მათ თვითონ არ დაიტოვეს. ეს მათი არჩევანია. ეს არ არის შემთხვევითობა, კიდე მინდა ჩემზე ბევრ მეგობარს უთხრა, ვისაც გონია რომ აი ივანიშვილს რუსების ეშინია, რუსების შიში ლეგიტიმური განცდა, ლეგიტიმური გრძნობა ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს უნდა ეშინოდეს რუსეთს, რომელიც არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ერთ-ერთი კი არა ბარბაროსული სახელმწიფოა და ჩვენ არ გაგვიმართლა რომ მათ სამეზობლოში ვართ, მაგრამ შიშით მოტივირებული არ არის, რასაც ის აკეთებს. ეს არის შეგნებული მოღალატური არჩევანი იმისთვის, რომ მას და მის ოჯახს კარგი ცხოვრება ჰქონდეს, მთელ დანარჩენ საქართველოს აი ამ დღეში ამყოფებს, ხო, ეს არის მართლა თავპირის ლეწვა, სახიზულების მტრევა, სისასტიკე და რომელზეც ეხლა ფაქტიურად ყობახიძემ აღიარა რომ ეს სისასტიკე ზუსტადაც რომ დაკვეთა იყო. არანაირი გადაცდომა არ ყოფილა, ამაში ვისეპარებოდა ეჭვი, მაგრამ დადასტურება. ეს ღირსების ორდენების გადაცემა იყო თავიდან ბოლომდე იმის საუბარი, რომ ეს იყო დაკვეთა ამ არალეგიტიმური ხელისუფლების, რომ დიახ, სასტიკად გაუსწორდით სისხლში ჩაახშეთ ეს ამბოხი, მაგრამ შედეგი რა არის? ყველა კარგად ხედავს და აი დღევანდელი დღეც ამის პასუხია არაჩვეულებრივი. ნამდვილად. და კიდევ ერთი, აი მაიკ ვოლცი, რომელიც სულ მალე გახდება ტრამპის გუნდის წევრი და მას შორის იქნება მრჩეველი საგარეო უსაფრთხოების საკითხებში. მოკლედ, პირდაპირ ამბობს, რომ რადიკალური ცვლილება პოლიტიკის შეერთებული შტატების ვერ მოხდება. საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე იყო ლაპარაკი, რა პოლიტიკაც, რა პრიორიტეტებსაც ტოვებს წინა ხელისუფლება, იმას გააკეთებს, მithumetes თქვენ თავმოყრობებაც ახსენეთ და ტრამპი, რომლის დროსაც ყასემ სულეიმანი გამოასალმეს სიცოცხლეს ირანის გუშაქთა არმიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი გენერალი და
ირანთან მას რა დამოკიდებულება აქვს და ჩინეთთან ჩვენ კარგად ვიცით. აი აქედან გამომდინარე, ეს 20 იანვარი თავიანთი მომხრეებისთვის დაკიდებული თარიღი. მოკლე და ტყუილებს კი მიაჩვიეს ყველა და ყველაფერი, მაგრამ რას ემსახურება? თუ ჩვენ თვალს გადავვალთ განმარტებისთვის ეს არის ქუთაისელების აქცია, ესეც აღნიშნოთ და მადლობა უთხრათ ამ ადამიანებსაც, რომლებიც ახლა მსვლელობით მოდიან. ცოტა ხანში ჩვენ ნინა მაჩაბელსაც ჩავთავთ რა თქმა უნდა. ხო, არ ვიცი, მადლობაც არ ვიცი, შეიძლება მადლობაც ზედმეტია, ვინაიდან ყველა ეს ადამიანი საკუთარი თავისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის დგას გარეთ და მადლობა, კი არა, ალბათ გავამხნევოთ ერთმანეთი, სანამ ეს რაღაც მართლა ლაქა დღეს პაპუაშვილმა ეს სიტყვა ახსენა და თვითონ ეს ლაქა სანამ ჩამოშორდება ჩვენს ქვეყანას და სანამ გავაგრძელებთ საღიაზრის პირობებში ცხოვრებას. ხო, ჩვენ ერთმანეთთან შეიძლება ბევრი ქონდეს საკამათო, 1000 იდეაზე, მემარჯვენეობაზე, მემარცხენეობაზე, იქ რაღაც დეტალებზე, მაგრამ აი ეს ლაქა უნდა ჩამოვიდეთ და ამ ყველაფერზე მერე ვიდავებ და ჩამოვყალიბდებით, ვინაიდან სინამდვილეში საქართველოში არანაირი პოლარიზაცია არ არსებობს. თავარში ჩვენ ვართ შეთანხმებული, ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა დემოკრატია, ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის ის ადამიანის უფლებები და ის კეთილდღეობა, რომელიც არის გარანტირებული ჩვენს დასავლურ პარტნიორებში და ეს სიშლეგე, რომელსაც გვთავაზობს ივანიშვილი თავის მონების პირით, ხო? უბრალოდ უადგილოა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გარემოში ჯერთი რო ადგილი არ აქვს და ხელოვნურად არის შემოყვანილი, აი რუსული ოპერატიულ ტაქტიკური ჯგუფი რო ყავს ჩამოყვანილი, მათი ხელით ხდება ამ ყველაფრის ჩაწვეთება და შემოთავაზება ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვინაიდან ორგანულად ჩვენთან ეს არ არსებობს. ორგანულად პოლიტიკური ფაქტი თუ პოლიტიკური ფიგურა კობახიძე ან პაპუაშვილი არ არსებობს. ორგანულად ისინი სადღაც იმაში არიან, რა ქვია, დღის შუქს ვერ უნდა ხედავდა, ხო? იატაკქვეშეთში უნდა იყვნენ წესით, მაგრამ ხო, ეხლა რაც შეეხება იმას, რომ პოლიტიკის ცვლილება არ იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი იმ კომენტარზე, რომელიც ნათია თქვენ თქვით და ახსენეთ, ის რაც გუშინ გაცხადდა, რომ ტრამპი არ აპირებს შეწყვიტოს უკრაინის იარაღით მომარაგება. ეს არის საკვანძო საკითხი, ეს არის აი კოზინაზარს ჩაუვარდა პუტინსაც, ივანიშვილსაც, ანუ საუბარი არის იმაზე, რომ კი ბატონო, მას უნდა რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა, ვის არ უნდა საუბარი იმაზეა, რის ფასად შეიძლება ეს მშვიდობა დადგეს, ხო? მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი, ხანგრძლივი, გრძელვადიანი და დაფუძნებული საერთაშორისო სამართალზე. და ამისთვის ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ მან დაიცვას თავისი თავი, დაიცვას თავისი ტერიტორია, თავისი სუვერენული საზღვრები და განდევნოს იქიდან ოკუპანტი. ეს არის ძალიან მარტივი და ამას მოყვება მერე მშვიდობა. მას შემდეგ რაც რუსეთი თავის თავში ჩაიხედავს, თუ არ ჩაიხედავს და ჩაახედებენ, როგორც ეს ცივი ომის შემდეგ მოხდა და მე ჯერა და იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო კაცრი ფორმით მოხდება ეს, ვიდრე ცივი ომის შემდეგ მოხდა რუსეთის მიერ საკუთარი თავის ხელახლა წარმოჩინება, ვინაიდან ეს სახელმწიფო ამ ომის შედეგად, ეს ჩემი რწმენაა და მოლოდინიც არის იმ გარკვეულ ფაქტებზე დაფუძნებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ამ ომის შემდეგ რაღაც პერსპექტივაში რუსეთი იმპერიის ნარჩენებიდან გადაიქცევა ეროვნულ სახელმწიფოდ, ეგრეთ წოდებულ nation state-ად, ხო? ამისთვის საჭირო იქნება მისი მარცხი, კოლექტიური დანაშაულის გაცნობიერება, რაშიც ეს ქვეყანა ცხოვრობს. თუ მოხდა ეგ. ანუ ეს მოხდება აუცილებლად დროის საკითხია, მხოლოდ ისტორიის ლოგიკაც ამაზე მეტყველებს. რუსეთის ელაპარაკობთ და იმიტომ. ხო, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიაც გრევა დაიწყო 91 წელს, უბრალოდ მე კუდს იქნევს პუტინის პირობებში, მაგრამ საბოლოოდ დემოგრაფიულად, ეკონომიკურად, ნებისმიერი მაჩვენებლით რო შევხედოთ, ეს იმპერია არის მილევად რეჟიმში. ცხადია, დიდ ზიანს აყენებს დღევანდელ ვითარებაში მსოფლიოს, მაგრამ ეს მოხდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ტრამპმა ის პოლიტიკა გააგრძელა და მეტიც თუ შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა უკრაინის მომარაგება იარაღით, მაშინ რუსეთის დაშლა არის წლების ამბავი. ყოველ შემთხვევაში 20-30-ში ჩვენ შევალთ ევროკავშირში და რუსეთი სადაც შევა, იქ ტერი იყოს. კი ბატონო, ესე იქნება. აი მარკო მიხელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე წერს, რომ ქართველებს ახალი არჩევნები და ევროპული მომავალი სჭირდებათ. აი ეუთოს დასკვნას ელოდნენ მარტო ქოცები კი არა, ოცნების წარმომადგენლები, როგორც მაშულ გოლს, არამედ ევროპელებიც. ის მინისტერიალი, რომელიც ჩატარდა ჩვენი არჩევნებიდან მალევე, იქ იყო ლაპარაკი, რომ
დიახ, ეუთომ და ოდირმა უნდა თქვან თავისი სიტყვა და ხოთაშორის მაშინ რადოსლავ სიკორსკიმ ჩემს შეკითხვაზე ასე მიპასუხა, რომ არ დაგავიწყდეთ, რომ ოდირის ოფისი არის ვარშავაში. ჩემს შეკითხვაზე, რომ იქ რუსეთს დიდი გავლენა აქვს და რატო ელოდებით ასე ოდირს და მან ასე მიპასუხა. ამ დასკვამ რეალურად ეხა ტონი მისცა გარკვეულწილად ევროკავშირსაც და საფუძველი უკვე. აი, რამდენად შეიძლება გამოგვადგეს ეხა ამ პროცესში თუნდაც ეს მდგომარეობა ახალ არჩევნებს გულისხმობ. ეს ბოლო წერტილია, ანუ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო წერტილი დაისვა ამ დასკვნით და ყველა გამოხმაურება გარდა ცხადია თვითონ კოცების გამოხმაურებისა, ზუსტად იმას მეტყველებს, რომ დასკვნამ წერტილი დაუსვა ლეგიტიმაციის ნებისმიერ პრეტენზიას ხელისუფლების ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან. ვინაიდან იგივე ნორვეგიელები, პოლონელები, ვინც გამოეხმაურა, ყველა საუბრობს იმაზე, რომ ჩვენი შეშფოთება, ჩვენი მოწოდებები, ჩვენი დაკვირვებები აი ამ დასკვნაში აისახა და შესაბამისად არანაირი საუბარი იმაზე, რომ ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები შეიძლება ყოფილიყო, აღარ არის. ეხლა ვიმეორებ საუბარი იმაზეა მხოლოდ როგორ მივახციოთ ახალ არჩევნებს და როგორ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ყოველდღიურად რაც ხდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ ხალხი არაპირებს დაშლას და ეს კიდევ ერთი ამოუცნობი ფაქტია ივანიშვილისთვის, ანუ ვერ წარმოუდგენია, ხო, ის ხო ყველაფერს როგორ ვერ გააკეთა. ის ხო მაგალითად თავის შეკრებებს ის ხო ფულით აორგანიზებს. ფულით, სუსით, გამგეობით, დაშინებით, სიებით, კოორდინატორებით, ანუ მას ხო ორგანულად არავინ მომხრე არ ყავს, ხო, ორგანული მომხრე ხო არ ყავს. მას ხო იდეა არ აქვს, რომ ვინმე ემხრობოდეს. ვერ წარმოუდგენია ეს ხალხი რატო დგას ქუჩაში და რო კითხულობენ რომ რას ითხოვთო, მე მგონი ზოგს მართლა არ ესმის რას ვითხოვთ. იმდანად უღირსები არიან, იმდანად შეუგნებლები არიან როგორც მოქალაქეები, ან შეგნებულები როგორც მოღალატეები, ხო? რომ არ ესმის ეს ხალხი რატოა ქუჩაში? იმიტომ რომ თქვენნაირები არ ვართ. ანუ იმიტომ რომ თქვენ ხართ ფულზე გაყიდული მოღალატეები და ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ ვართ პატრიოტები. ამიტომ ვარ და ვიქნებით სანამ თქვენ არ გადაშენდებით ხელისუფლებიდან. და მოკლედ და უნდა დაგემშვიდობოთ აი ეს სანქციების ნაირსახეობა და კასკადი, აი მაგნიცკის აქტში რომ მოხვდები ერთ დღეს, აი ვახტანგ გომელაურის შემთხვევაში, იმავე დღეს ბრიტანულ სანქციებში რომ მოხვდები, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის სანქციებში და ასევე ევროკავშირის სანქციებში, რომელიც ითვალისწინებს ლურჯ პასპორტიანებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედებას და გაცოცხლებას, აი რა მდგომარეობაში არის რეჟიმი ახლა და მეც მსახურნი. აქამდე ჯერ საკმაოდ შვიდად იყვნენ, ვინაიდან სავიზო შეზღუდვები კი დისკომფორტის მომგვრელია, მაგრამ იმდენადაც არ ტკიოდათ. დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით არ ელოდნენ ეთკინათ, მაგრამ ესეც მეტნაკლებად გაატარეს რაღაც შიდა, ის ჰქონდათ გამხნევება ერთმანეთის, რომ არაფერია ჩვეულებრივი პასპორტებით ვიმგზავრებ და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ვერ იგზავნენ ჩვეულებრივი პასპორტებით. ეგრე არ იქნება, მაგრამ ესეც დროებითი გამხნევება იყო ერთი მეორის, მაგრამ აი სახაზინო სანქციები, რომელიც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ უკვე სხვა ტიპის გამწვავებაა და ესკალაცია ამ ვითარებაში და მიხვდნენ, რომ დასრულებულია ეს ილუზია, რომ არაფერი არ იქნება, კალაძე რო ამბობდა, რომ კრიზისი გრუშევსკის ქუჩას არ ცდება და სანქციები არ იქნება და კარგად ვიქნებით და ეს მოპარული მილიონებით შეგრჩება და ქვეყანასაც მივითვისებთ, არ იქნება ეს. დასრულებულია ხა. ეს საბავშვო ბაღი ხო არ არის მართლა, რომ აი დღეს ვიღაცა მოვიდა, ხვალ მე შეიცვალა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ეს არის უზარმაზარი სისტემა, დიპლომატიური უსაფრთხოების, სამხედრო და ამ სისტემას დიდი ხანი ჭირდება მოსატრიალებლად და რომ მოტრიალდება, მე იმას 10 წლეული შეიძლება დაჭირდეს, რომ რაღაც შეიცვალოს, ხო? ივანიშვილი 10 წელი და 12 წელი ატყუებდა დასავლეთს და გაზდიოდა. ზოგი თავს იშტერებდა, ზოგი რაღაცის გამო თავს არ იწუხებდა და ამის გამო მან მიიღო ეს 10 თუ 12 წელის, სანამ გაიდგა ფესვები, ხო, მაგრამ დამთავრდა, ამოიწურა ყველა ტრიუკი მის ენაზე რო ვთქვათ, ყველა მიუხვდა რასაკეთებს. ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც. ეხლა საუბარია, ანუ ისევ ამბობთ, რომ თითქოს მარტივია ეს ამოცანა, მაგრამ ეს ამოცანა მაინც გამოიკვეთა. აქამდე მაინც ვიღაცას ჰქონდა ილუზია, რომ იქნებ შემდეგ არჩევნებზე რაღაც იყოს, იქნებ ცოტა თანამშრომლობის რეჟიმში ვიყოთ, იქნებ ყველა ტრიბუნა გამოვიყენოთ, ეგეც ხო იყო, ხო, აი პარლამენტის შესვლა არ შესვლის კონტექსტში და ასე შემდეგ. დამთავრდა. ანუ ან იქნებიან ესენი
ან იქნება ქართველი ხალხი. აქ მესამე გამოსავალი არ არსებობს და სამწუხაროდ არც დიალოგის რეჟიმი არ არსებობს. ანუ მათი პოზიცია დააფიქსირეს და იქ დეტალებზე საუბარი, როგორც ახლა ალენბერსესთან უნდათ რაღაც სამუშაო ჯგუფი შექმნა, მაგით დააბოლონ ივანიშვილები. კი ბატონო. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ზაზა ბიბილაშვილი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს გემშვიდობებით და გიშვებთ არაგველების მარშზე, კი ხო? ბატონო, 6 საათზე. 6 საათზე არაგველების მარშზე, იმერლების მარშიც არის, მაგრამ მე ვერ ვუერთდები. დღეს საპატიო მიზეზი მაქვს სტუდიაში ვიქნები, თუმცა აქციაზე აუცილებლად წავალ დღის ბოლოს.